მოგესალმებით, ვიწყებთ გაცემას ძიმე კასთან, დღეს ჩვენი სტუმარია გია კორკოტაშვილი, როგორ ახარ გია? მადლობა ღმერთს. ჩუნგა ჩანგა რას ნიშნავს, თუ იცი? მნიშვნელობით არ ვიცი, მაგრამ რაც ბედნიერებისკენ რო არის, რაც თვითონ მულტფილმიდან გამომდინარე და გარემოდან გამომდინარე ამ მულტფილმში, პრინციპში ადრე ისეთი მულტფილმები იყო, რომ პირდაპირ გადმოსცემდნენ. არც ახლა ცუდი, იმიტომ რომ უფრო ფართო მასშტაბიანია და რაღაც, მაგრამ მაშინ ძალიან პრიმიტიულად უნდოდა სიკეთის გადმოცემა და ჩუნგა ჩანგაში რაღაც რასობრივად გაერთიანდა საზოგადოება და ხეროდნენ ბედნიერებაზე. ეს ქალბატონი ფინტიკოზა ვინ არის? ქალბატონ ფინტიკოზაზე სხვადასხვანაირი ვერსიები არსებობს, მაგრამ რეალური როგორ ისა ფინტიკოშის რაღაცა არსებობდა, საცვალი არსებობდა, ფინტიკოზის ადრინდელი აიდოელ პერიოდში თბილისი როცა ევროპასთან ახლოსში იყო უკვე რო ეგონათ რომ ახლოს იყო. აი მაშინ იყო რაღაც მარკები იყო, ტრეიდ მარკები, რომელიც შემოდიოდა. და ერთ-ერთი ეგეთი მარკა იყო და მაგის ჩამცმელი ადამიანები ცოტა ეხა იმ ისეთი თბილისელებისთვის ისეთი ქალბატონო ფინტიკოზა დღეს არიან ფინტიკოზები. დღეს მე მგონი უკვე იმდენად ზღვარი წაიშალა ამ ერთლარიანი და რა ვიცი second hand-ის ჩასაცმელებსა და თქვა იმ ბრენდებს შორის, რომლითაც შეიძლება და თვითონ იმ ჩამცმელებს შორისაც წაიშალა. იმიტომ რომ ადრე ჩემ პერიოდში არ ვიცი რატო, მაგრამ უფრო ქალაქელები ზმანი ერქვა ხო გახსოვს ეს პერიოდი დაზმანულები რო დადიოდნენ, მაშინ სხვა მომენტი იყო და ზმანში განსხვავება იყო, რომ ლევისი შეიძლება არც მოდა რაიონიდან ჩამოსულ ადამიანს ან კარგად მაცხოვრებას. ეხლა ეგ მომენტი იმდენად წაიშალა, რამდენადაც კიდე ერთი მომენტი იმუშაობს ალბათ მანდ, რომ ჩინელები კერავენ რა ნებისმიერ რამეს, რასაც გინდა წააწერენ. თორე ვინც ისე არის, ეხლა ევროპაში კი მოგეხსენებათ, რომ არის სპეციალური მაღაზიები, სადაც შეიძლება იმ სახელით სხვაგან იყიდო $10, €10 რაღაცა და იქ იყიდო €500, იმიტომ რომ ამხელა განსხვავებები არსებობს. აი სანრემოს და იალტის ფესტივალზე მართლა გამოხვედი? არა. ვეღადავებოდი ვიღაცას სულ რომ წერენ რომელ ფესტივალზე გაქვს მიღება. ფესტივალი, ყველაზე დიდი ფესტივალი არის 5 კაციანი ქორწილების, სადაც მეგობრებთან ერთად მომილხენია და მაგას დიდი ის არა. შენი აზრით ნაციონალური მოძრაობა თუ მოახერხებს დაბრუნებას ხელისუფლებაში? ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ვერ დაბრუნდეს, მაგრამ ის ადამიანები შეიძლება ნაციონალურ მოძრაობაში ბაირახტარები ვინც იყვნენ, რაღაც კოჰაბიტაციურად დაბრუნდნენ და რა ვიცი, აი კარგი რა გააკეთეს და ცუდი რა გააკეთეს. შენი გადმოსახედი. მე ერთი რამეს ყოველთვის ვამბობ. პირადულად რო ვიანგარიშო მე და უყურო ამ ცნებებს მე მაგრა მაწყენინეს და თბილისურად რომ მაგრა გამიტეხეს რა, აი მაგრა გამიტეხეს ყველა პრამდე, როგორც შეეძლოთ. ის 10 წელიწადი მიშამდა თავისმა კამანდამ, რაც შეეძლო. იყვნენ საზოგადოებები იქ წევრები, რომელიც სულ რაღაცას მეუბნებოდნენ, რომ კორკოტ შეიძლება ესე ჯობია, შეიძლება ისე ჯობია, მაგრამ რა არცი ტყუილისკენ რა სურვილი არ მქონია რომ რაღაც ჩვენ ახლა ესე თუ ისე ვიცით რა თბილისი რა არის. შეიძლება არაფერს არ წარმოადგენდეს თავისი რესურსებით და რაღაცით ადამიანი, მაგრამ აი რა ჯიგარია და რა საყვარელი კაცია, მაგისთვის იცხოვროს ადამიანმა. მე ხა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით ერთი რამის თქვა, მაგათ რო სტარტი ქონდათ და მაგათ რო შეეძლოთ რომ სიკეთე გაეკეთებინათ და ყველაფერი აი ძალიან ლამაზ ფერებში ეგეთი სტარტი მე არ ვიცი ვის ქონდა რა ყველანი აბსოლუტურად მარცხნივ და მარჯვნივ მიდის ეუბნებოდნენ ფული გინდათ აგერ არის რატო აურიეს მე მგონი ის არ ეყოთ რა რაღაც რა
ხო როგორ შეიძლება სამ რაღაც 4 ცილინდრიანმა მოტორმა თორ რაღაც 8 ცილინდრიანის ის გაკაჩოს, ვერ გაკაჩავს რა. უნდა მაგაში თვითონ უნდა დარწმუნებულიყვნენ, ან ისეთი ადამიანები მაინც უნდა დაეყენებინათ. ეს მარტო ნაციონალებს არ ეხება, დღევანდელ ხელისუფალსაც ეხება. ხო და აი რას ფიქრობ? აი რას ფიქრობ და არა ვარ ყოფილი მე ამ ადამიანების ბოლომდე, იმიტომ რომ როგორ იყო რაღაცის იმედი რო გაქვს ადამიანის იმას უფრო მეცას თხოვ, ხო? ნაციონალური მოძრაობა ესე მოვიდა თავის იდეებით გაკაშკაშებული და უყურებდით რა ერთი როდემდე შეიძლება და ბოლოს თავხედეში გადავიდა ეს ყველაფერი და მაგიტომ განმაწყო მე ბრძოლის უნარიანად მაგ ადამიანებისადმი თორე ეხა მშვენივრად შემეძლო რომ მე მაგად გვერდზე დამეკავებინა ადგილი და ისე დივლი დალალიში გამეტარებინა 10 წელიწადი რა ვიცი რა ოღონდ პირი უნდა მომემუწა და გავჩუმებულიყავი რა ვიცი ღმერთმა ეს ეგრე ვარ და რა შეიძლება იმათაც წყინთ რომ მე ესე ვიყავი და მეც მწყინს ჩემო კარგებო რომ თქვენ ისეთ რამეებს აკეთებდით რაც არ ვიცი შეუფერებელი არის რა არ არის ცუდი იყო რა არ იყო ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ ეხა იდეაში ისეთი რამეები უნდოდა რომ გაეკეთებინა მიშას თავის გუნდთან ერთად რომ არ არის ცუდი ეგ გზების გაყვანა, ახალი თეატრების მოწყობა, ახალი რაღაცების შექმნა არ არის ცუდი, მაგრამ ვის ხარჯზე გინდა ეს გააკეთო? თუ ვიღაცას ცოცხლს გათხრი, იმიტომ რომ გაჩუმდეს და აქ შენ იმას ამიშენებ, კაი გზას, ეს ვერ იქნება რა ლამაზი და კარგი. ისე უნდა დაალაგო მიშა, მენტალობები რომ მოუსპო, ქურდული რაღაც, კი ბატონო მართალია მილიონ რამეში მართალი არის ადამიანი რომელიც ადამიანის წესიერებისკენ ვიცი მაგრამ ესე არ შეიძლება კაც მოძულეობა დავინახე ბოლოს მე რა ოღონდ თვითონ კარგად ყოფილიყვნენ ბოლო ფინალი ეგეთი იყო ოღონდ კარგად ყოფილიყვნენ ნებისმიერ ადამიანს გაწირავდნენ რა აი ეხა ხელისუფლება კონკრეტულად რას ვერ გიკმაყოფილებს აი რა შენიშვნა გაქვს საერთოდ პრემიერად აი ვის დანიშნავდა შენიშნება რო არა სხვათა შორის მოგწონს ირაკლი ღარიბაშვილი მომწონს ეხა რატომ მომწონს გეტყვი რაღაცა უფრო ისეთი არის რა რაღაცა ცოცხალი არის რა აბდაუბდები არა მიდის და თავის საქმეს აკეთებს ცოტა ხანში დავინახავთ რომ რამდენად სწორად აკეთებს და რამდენად არ აკეთებს სწორად მე ერთ რამეს ვიტყოდი აი რა არ მომწონს ოცნების რა გააკეთა სწორად ნაციონალურმა მოძრაობამ რომ მოვიდა აბსოლუტურად გაუშვას უყველა და თქვა რომ ჩვენ მოვედით ჩვენ ვართ გამარჯვებული გუნდი ჩვენი ვექტორი გვაქვს და ჩვენი შეხედულება გვაქვს როგორი უნდა იყოს საქართველო ხო გვენდეთ ხალხო ხო აგვირჩიეთ გვაცალეთ ახლა რა ცოტა ხანი რა აი მაგაში თავიდან კი გააკეთეს სწორი მაგრამ ერთ რამეში შეცდნენ პატარა გამოცდილება ქონდათ მათ ძალიან ის ადამიანები არ დაიყენეს გვერდზე რომლებსაც შეეძლოთ რომ ლამაზი ფორმით თუ ესე ეთქვათ რომ ესე ჯობია სო ყურში ეთქვათ სულ არ ეთქვათ მამაღლა მაგრამ ჩემი ქვეყანა ყოფილიყო კარგად რა ხო ვერ ვიყავით კარგად ფაქტია ჩემთვის მე მარტო ჩემიდან არ ვერ ვიყავით კარგად რა არ შეიძლება ამდენი მოსმენები ამდენი ჩაწერები ამდენი უბედურებები ციხეში საშინელება მონებად ყავდათ ხალხი პირში აფურთხებდნენ არ არის ლამაზი რატო არის არ არის კარგი რა მე პირიქით მინდა რომ იყოს რომ ის ხელისუფალი რო არის ხო ვინც გინდა იყოს მიშა აი დიდი სიამოვნებით უგულშემატკივრებდი მიშას თავიდან რო დაიწყოს და ვეტყოდი ესე არქნა ესე წადი არა ნუ ეთქო მან აპარტავნული მომენტი თამაშობს ძალიან დიდ დროს და მე უკვე არაფერი არავინ აღარ მიაჩნიათ და ესეა თორე აი ეს ფირები ნახე შენ კი და რა იყო საშინელება იყო იყო როგორი საშინელება გეტყვი რა ესე ადამიანზე თუ შეიძლება რომ რაღა ესე ადამიანი შეიძლება რომ დასცინო ხო დასცინო აღარ ქვია მან რა ანახეს ადამიანი რომელიც დასკოჩილი იყო მიბმული იყო ხელები ქონდა ჯერ დასკოჩილი ფეხები მერე მიბმული იყო მთლიანად სკოჩით მაგიდაზე და ტიპი ვიღაცა რა საზიზღარ აი ყველაფერს ვიცი არა ვარ მე
იქ რო ყოფილიყავი თვალში თით ჩავარტყავდი რა უეჭველი ნებისმიერი ჩვენთაგან ვინც გინდა ყოფილიყო რა ის მივიდა და იმიტომ რომ იმისი აზრი არ დაემთხვა რაღაცა და იმ პატარა დადგმას და ამან წინააღმდეგობა გაწია გააუპატიურა რა აი თბილისის მერად ვინ გინდა რომ თბილისის მერი იყოს რა არის შეხედულება არის ჩემი ესეთი თბილისის მერი მე რომ მკითხეს 10000 ჯერ ამ ამერიკის რაღაცებს ვიძახით ამ ევროპას ვბაზავთ არის ეგეთი ცნება რომ შეიძლება მაინც და მაინც მეურნე კაცი არ იყოს თბილისის მერი იყოს ვიღაცა ისეთი ადამიანი რომელიც კომუნიკაბელური იქნება თბილისელებისთვის ეს გაცნობა შეიძლება რაღაცის ისიც ამ დროს მისი მოადგილეები იყვნენ ადამიანები, ვინც მეურნეები არიან, ვინც იურიდიულ ფაქტორში არიან ძალიან ძლიერები, ვინც სხვაგან არიან, კულტურა იციან გენიალურად. აი ესეთი მოადგილეები ყავდეს და მუშა ჯგუფი იყოს იმისთვის, რომელიც ქალაქში ცხოვრებას შექმნის. აი ვინ გონია რომ ეგეთი უნდა იყოს, აი მერი, ვინ წამო? მერი არ ვიცი, აი მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენია. ეხა უყურე როგორი სიტუაცია, მაგი მინდა ვთქვა ხმამაღლა. თან აი შენ ეთერში დათო ნარმანია დაასახელეს. მე რაღაცები იქიდან მომიკიბეს, მithom ყორკოტა აწინ. არა ვარ წინააღმდეგი დათოსი აბსოლუტურად. ეხა მეორე ფაქტორი არის. არავინ არ ასახელებს ქალაქიდან ვინმეს თავის კანდიდატურას. რომ არაწყენინონ, თქვა იგივე ბიძინას არაწყენინონ, არაწყენინონ ვინმეს. ხო და სხვებისგან რაღაცას თხოვნებს მიდის კულუარებში სულ ფუტფუტი ბუტბუტი ისა დააყენონ ეხა ნარმანია რატო არ მოეწონათ თავიდან გეტყვი მე პირველი კანდიდატია რომელიც დააყენეს ეხა მეორე კანდიდატი რო დადგება შენ იქნახე მე წერა კითხვა და ტომეულების ამოღება და არქივიდან ეს თურმე ვინ ყოფილა ნარმანიას ეხა იმაზე აწვევიან რომ ქალაქელი არ არის იმდენად და კომუნიკაცია გაუჭირდება და ეს არის მეორე თემაც ხო აქ რა რომ ვთქვათ რომ ბიძინას თავის გუნდი ყავს და თამაშობს თავის გუნდით შეხედა რომ ამ ადგილას ცენტრში უნდა დააყენოს ეს მოთამაშე რა რომელიც გაკაჩავს აი ერთადერთი ფაბულა რომელიც მე მიმაჩნია რომ სწორია და მაგიტომ რახან ბიძინას ენდნენ და ბიძინამ ერთი თამაში მოიგო ხო ეხა მეორე თამაში არის თბილისი და იქ დააყენა თავისი კანდიდატი. ბიძინა თამაშობს ისევ დღეს? ბიძინა ბიძინა თამაშობს უეჭველი. ხა მაგაზე ლაპარაკი რაც არ უნდა დამარწმუნონ. გვერდიდან რატო თამაშობს? ეგ ხა მაგდენი არჩევ, მაგდენი წიაღსვლე. მქონდია, მაგრამ ერთი რამე ვიცი რომ ირაკლი დააყენა, ირაკლი იმიტომ აირჩა, რომ აქ თავისი იმის გარდა რაც თქვა ბიძინას უნდა იმის გარდა ერთგული ქართველი კაცი არის რა მაგითი დავიწყებ და მე დანარჩენი რამდენად ნიჭიერია და რამდენად არანიჭიერია იმ გუნდით და იმ გაკეთებული საქმეებში საქმე მან შენმა გამოგაჩინოს როგორც არის და თორე ვიძახოთ ეხლა მე შეიძლება ის არ მომწონდა გიგი უგულავაზეც შეიძლება თქვა რომ გიგი უგულავას რო არ მეგონა ხანდახან ისეთი მაგარი რამეები აქვს გაკეთებული ადამიანებისთვის გაუგია რომ ვიღაცა გაჭირებულია და საოპერაციოა და აქ შანსი არ აქვს ჯანმრთელობის სამინისტრო ვერაზე თავის ფონდიდან ბახ რაღაც გაუკეთები არის ეგეთი მომენტები ადამიანებო მე არ უკარგავ აბსოლუტურად არავის მაგრამ ისიც უნდა მიიღონ ამ ძვირფასმა ადამიანებმა თუ ამ სიკეთეს იღებენ და ტაქსსაც იღებენ და ოვაციებს ხო ის კრიტიკაც უნდა მიიღონ ისევე უნდა შეუშვან ორგანოებში როგორც ამას იღებენ ბედნიერად იგივენაირად რომ ეგ მიიღოთ მაგენს არ გვიქნებოდით ამ თავის ტკივილში არ ვიქნებოდით ამ დაკარგული ტერიტორიების ყოველდღე წამოძახებაში რუსეთთანაც ვიქნებოდით როგორც აი არ ვიცი ჩახუტებულები რა როგორ უნდა ჩავეხუტოთ რუსეთს უნდა ჩავეხუტოთ საერთოდ როგორ არ უნდა ჩავეხუტოთ რატო აი რატო და რაც მაგათმა გვიქნეს არა ჩავეხუტოთ იმიტომ რომ რაც გვიქნეს ეს არის ნაწილი რუსეთის ხო გენერალიტეტი რომელიც სალდაფონურად აზროვნებდა ყოველთვის ჩვენ წელთაღრიცხვამდეც მე მგონი და ეხლაც ეგრე აზროვნებენ მაგრამ არის რაღაცა რუსული
საზოგადოება, რომელთანაც კავშირი ყოველთვის ჰქონდა ქართულ საზოგადოებას. არა, მაშინაც ხო რაღაცებს გვიშვებოდნენ, როცა არა, როგორა მე მაგას რუსეთი იმპერია რათ უნდა მაგას იმპერიას თავისი შეხედულებები აქვს ამ სოფლიო გადანაწილებაზე, სოფლიო ცხოვრებაზე, იმიტომ რომ იმპერია ჩემო კარგო. შენ ამ იმპერიას მოდი და ებოქსავე ახლა რა. არ ჯობია რაღაცა ჭუკლი-პუკლი რაღაცა უთხრათ ისეთი რომ მაინც არ გუსრისოს ყოველ წუთში. არ გამოვიდა. შეიძლება ოქროშუსაც უნდოდა რომ ფეკალიებით გაეტენათ ის. ან მიშას უნდოდა რომ ლილი პუტინი ეძახა პუტინისთვის, მაგრამ ვის კისერზე გადაიარა? იმ ბიჭების კისერზე, რომელიც შევიდნენ და დაიღუპნენ თუნდაც ოსეთში, თუნდაც კოდორის ხეობაში, თუნდაც მილიონ ადგილას, ვის კისერზე გადაიარა? ჩვეულებრივი ადამიანების. ეკონომიურად ვის კისერზე გადაიარა ამ ყველაფერმა? კახეთი შიმშილში იყო სანამ ეს ეგრია, ბატონო ჩემო. შენ როცა ხარ მართველი, შენი საკუთარი უნდა, რა ვიცი, მაგას ახლა ისეთ რამეს ვამბობ, ყველამ კარგად ვიცით ამ საზოგადოებაში. იქ რო ხარ, საკუთარის მარტო საკუთარზე კი არ უნდა იფიქრო. ჩაგბარდა ღვთისწყალობით ამ ხელარამ. იერარქიულად რამდენადაც მაღლა ხარ, იმდენად მეტი მოგეთხოვება. გასაგებია. აი გეი აღლუმი რო ჩატარდეს თბილისში, რა რეაქცია გექნება? გეი აღლუმი რო ჩატარდეს, მე წინააღმდეგი ვიქნები და გეი აღლუმი თბილისში არ უნდა ჩატარდეს. იმიტომ რომ ეს არის სხვა მენტალობის ქალაქი, სხვა მე უთხარი კიდევაც თუ ძალიან გინდათ აღლუმის ჩატარება, მაინც და მაინც ქაშვეთის ეკლესიაში ნუატარებთ. აგერ გლდანის ნაგავსაყრელი არის კიდე მოცილებული ადგილები. იარეთ და ჯოხები გეჭირო და რაც გინდა მიმართულება ამ ჯოხებს მიეცით. თქვენი ნება როგორც გინდა ისე გამოიყენეთ, მაგრამ ის რომ შენ 51 სკოლის წინ ფილარმონიასთან რომ ენას ჩაუყოფთ ბიჭები ერთმანეთს პირში, ეს ჩემთვის აუტანელი არის რა. მან უფლება მაგას რო ეკხნას. არა აქვს უფლება სხვათა შორის. აი რისი არა მან შეუძლია რაც გინდა ისაკეთონ. სარი როგორ არის ქართულად ეს სარი უტრიალებია სადაც უნდათ, მაგრამ შენ ამითი პროპაგანდას უკეთებ. მე პროპაგანდის საშუალებას არ მოგცემ შენ იმ ქალაქში, სადაც მე ვარ ჯერჯერობით რა, ერთ-ერთი მოქალაქე. და ჩემნაირად კიდე ჩემზე ვაშკაცი ბიჭი რამდენი არის ამ ქალაქში, ძალიან ბევრი. არ მისცემენ იმათ, არ მოსწონთ რომ მათმა შვილმა დაინახოს ეს რომ მაინც და მაინც კაცები ტუჩებში როგორ კოცნიან ერთმანეთს რა. და რა ხდება იცი? აგრესიულად რო არ იყოს ეს თემატიკა. ჩემ ბავშვობაში ვიცოდით, მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცოდი, რომელიც მაგალითად რა დავარქვა ეხა ავანტ მაგითი არიან დაავადებულები თუ რა ვიცი, შეიძლება სხვადასხვანაირად მიუდგიათ. მაგრამ კაციშვილი მათ არ ერჩოდა მაგის სიტუაციაში რა. არავინ. ჩვენ ხელოვნების სერიოზული წარმოადგენლები ყავდა, ვინც მაგ დაავადებით იყვნენ შეპყრობილები და რა ვიცი, კაციშვილი მათ არაფერს არ ერჩოდა და ჯოხებით არ დასდებდნენ. არ პროპაგანდა არ გაწიონ მაგ თემის და რაც უნდა თავისი სხეული ვინც როგორც უნდა ისე მოიხმაროს რა. აი ამდენ ღვინოს რატო უსვამთ ქართველები? მოგწონს საერთოდ რომ აი ამდენ ძალიან ბევრი ღვინისმა. ღვინისმა ერთ დაждომაზე, სხვათა შორის ფრანგებთან მქონდა რაღაც ერთი შეხვედრა და ისინი ამბობდნენ რომ ჩვენო ყველაზე მეძღვინოსოთ და ბიძა ჩემი იყო თამადა და იმან თქვა რომ შეიძლება თქვენო დღის განმავლობაში სავთო ბევრ ღვინოს, მაგრამ ერთ დაждომაზეო მაინც ქართველებს და ბევრს უდალევთო რა. არანუ ხა ფრანგები ხო იცი როგორ ჩვენ და გაგვიხდნენ ცუდად წარაფი ასვეს ეხა და ეხა რატოა ამაში დრო გაყავს ქართველს გულს იოხებს ამ ცხოვრებაზე ბედნიერია უნდა რომ ამ ბედნიერებას სხვას გადასდოს თუ ვერ არის კარგ გუნებაზე უნდა რომ რაღაცა ამოიღოს და ეს გაუშვას ჰაერში რომ აღარ ჩარჩეს შიგნით და ქართული სუფრა მეტწილად მაგას ემსახურება. კი ცოტა
ცოტა პაკაზუხური ამ სიტყვას ვიხმარ, იმიტომ რომ სხვანაირად ეს საერთოდ ეს ტექსტი და ის სიტყვები ჩემი გაზრდის პერიოდიდან რაც მომდევს ის არის, იმიტომ რომ პაკაზუხა სიტყვა ისეთი იყო რა ჩვენ დროს მიღებული სიტყვა იყო. აი ეს პაკაზუხობები არ უნდა იყოს თორე. დანარჩენი ბუნებრივი რაც აქვს ქართულ სოფლას უნდა შეუნარჩუნდეს. ვისაც რამდენი უნდა ელენდალიოს. გასაგებია. და შენ ინტერვიუები ვნახე, ხშირად ახსენებ, რომ ლინჩის წესით დაიშჭება ვიღაცა ვთქვათ, არ ვიცი რა. ლინჩის წესით დაჯაზე, აი მე გეტყვი მაგას, ჩემ რა განმარტება მქონდა მან, რომ საზოგადოება ელოდებოდა მაგალითად იმ ადამიანების დასჯას, ვინც ციხეში აი იმ ბიჭებს, რომლებიც შეიძლება რაღაც შემთხვევითობით არიან მოხვედრილები რა. წამლის გულისთვის კაცრო პირში წამლის მოხმარებისთვის ადამიანს პირში რო ჩააფურთხებს, მირნაზე რო დააყენებ, თან რო ეტყვი რომ ესესია, ხო? ის დასაჯელი არის. ის არ არის ნორმალური ადამიანი რა. იმას გადახრა აქ. ან უნდა სამკურნალოდ გაუშვა, ან კიდე ისე უნდა დასაჯო, რომ ამ ადამიანს, რომელიც იქ დასაჯა იმან ციხეში, აღარ გაუჩნდეს სურვილი. ეხა ნელ-ნელა ეს პერიოდი გადავა, ესენი გამოძვრებიან თავის სოროებიდან, ვინც ჯიდა ამ საზოგადოებას. ერთ-ერთი თავარი შეიწყალეს და ბედუკაძეს გულისხმობს და რას ფიქრობ? რატომ მოხდა ეგ? იქ ალბათ გაცვლა მოხდა. მაგაზე სიმართლე რო გითხრა, არ მიფიქრია, რატო იცი? ბედუკაძემ ისეთი რამეები დადო, რის გამოც ბევრი რაღაცეები მოხდა. ანუ შეიძლება შენმა საქციელმა რაღაცები ზოგი გადაფაროს, ან ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ მან ამითი მოინანია ძველი და ან რამე მოსანანიებელი ქონდა. რაღაცა დადო ამ ადამიანმა, მაგრამ მე ვამბობ ლინჩის წესზე, იმ ადამიანებით შეიძლება მე უცბად მოხდეს 2-3 წელიწადში, რომ ეს ადამიანები გვერდზე აღმოჩნდნენ, სადღაცა ან ჯვარი წერიათ გასვენების დროს, ან ქორწილის დროს და დაინახოს. იქ ხო შანსი ძალიან პატარა არის, რომ ეს ადამიანი გაჩერდეს და ის ადამიანი დაინახოს, ვინც მას სიცოცხლეს უმწარებდა რა, ზუსტად ესე ქვია მაგას, მეტი არაფერი არ ქვია. აი ქრთამი თუ მიგიწია როდისმე ვინმესთვის? ქრთამი კომუნისტების დროს. ქრთამი მაგარი რამე იყო. ქრთამით ისეთ რამეს გააკეთებდნენ რუსეთში, რომ ეს სასწაულს რა. მე ვისთვის მიგიწია? რუსეთში რაღაც მომარაგებაზე რო ჩასულად რკინების ან რაღაცის გამოგზავნა რო გვინდოდა. ან რაღაცა როგორ იყო, იცი, კვოტირებული იყო საბჭოთა კავშირის ცენტრში, მოსკოვში საზღვრებოდა, რომ საქართველოში რა უნდა წამოსულიყო, რა მასალები, რა რაოდენობის ცემენტი უნდა შემოსულიყო, რა რაოდენობის და შენ რო ქონდა რაღაცა, აქ რო მანიპულაციის საშუალება ქონოდა შენც, ამიტომ უნდა გაედიდებინათ იქ და ისი არავინ ქრთამი სხვადასხვანაირი იყო, მაინც და მაინც ფული არ იყო ქრთამი. ქრთამი იყო კაი დასალევი, კაი რაღაცა, რომ ყურადღებაც ქრთამი იყო. ყურადღებაც ქრთამი იყო მაგ დროს. აი რელიგია რა არის შენთვის? და ღმერთი რა არის? ღმერთი ყველაფერია. ჩემთვის ესია. და რელიგია? რელიგიურად იმდენად რამდენადაც ძალიან ღრმად არ რამდენადაც მინდოდა ჩახედვა, ვერ გავქაჩე სიმართლე რო თქვა, რატო ვერ გავქაჩე, ეხა გეტყვი. რთულია რა, იმ რაღაცებზე ფიქრი, რაც შეიძლება ადამიანის საფიქრალი ვერ იყოს ან არ იყოს. ყველაზე დიდი რამე ქრისტიანულში არის მორჩილება, ჩემთვის. ონ მორჩილება ის მონური მორჩილება და რაღაც არ მომწონს და ვერც ვიქნები მონურად მორჩილი, მაგრამ რო ვიცი რომ კანონის დარღვევაში ვარ ქრისტიანულში, მაშინ მორჩილი ვარ, რომ რამე ეპიტამია თუ დამადეს, რომ ეს არის გასაკეთებელი ეს, მაგაში მორჩილი ვარ და ისე რომ აი ბევრი რამე ღმერთმა მაპატიოს და ჩვენმა ეკლესიამაც ეხა განკითხვაში არ მინდა მოვიდე, მაგრამ არ მომწონს რა ეს აი კლესობა და ლაქუცი და კუდის ქლევა და რაღაცა
დამოკიდებულება მოძღვარია თუ ვინც არის უნდა მორიდებული კონდეს ასაკვირველი ის რჩეული არის და იერარქიულადაც მაღლა დგას კაბოსანია მაგრამ ის რომ ლაქუცი და ადამიანურად შეიძლება მშვენივრად აი რამდენად ახლოსაა დღეს ეკლესია ღმერთთან ქართული რამე ხარვეზებს ვერ ხედავ ბევრი ადამიანები რომლებიც ქართულ ეკლესიის წიაღში არიან ახლოს არიან არის რაღაცა გარკვეული ნაწილი რომელიც არ მომწონს მე. ესენი არაქრისტიანულად ცხოვრობ. ნებისმიერი მიდგომით რა რაღაც ნათლობა რო რაღაცა თან ხაღირს და ჯვრისწერა თან ხაღირს და ეს იზღირს და ეს ეზღირს. შენი შეგნებით უნდა იცოდე რომ რაღაცა ეკლესიას რო არა აქვს საშუალება უნდა შესწირო შენ თვითონ რომ იმ ორგანიზმად იარსებოს, ხო? და მაგას თუ ვერ აკეთებ, ესე იგი არ აქვს საშუალება. და ის რომ ეხა ტარიფები დამიწესო, შენ ესე არ არის რა. ეს ცუდი მიდგომა არის საერთოდ. არ მომწონს მე ეგეთი მიდგომა. ასე იგი. აი მკვესიტაძის და პაიჭაძის წინააღმდეგ გაიბრძოლე. კი, რატო მოხდა? რატო მოხდა და გეტყვი რა თვითონ ცოტა რთულია ასახსნელია ჩემთვის, მაგრამ საბოლოოდ ის გამოვიდა რომ მე ვაფიქსირებდი იმას რაც შეიძლება თითქოს ბევრი ადამიანის ყოფილიყო იმ ბევრმა ადამიანმა მე ხმა არ მოიღო ერთად შეკრებილი აზრიდან და მე და ირაკლი თქვით სათქმელი ის იყო რომ არ მომეწონა როცა ქალბატონმა კვესიტაძემ და ბატონმა პაიჭაძემ მithomაც აქ არაფერი ის ძველი დრო გადაიარა და ახალ დროში იგივე ნაირად უნდათ ეცხოვრა. მე შევახსენე რა რომ ესე არ არის. თვითონ თუ არ ყოფნით მაგდენი სვინდისია თუ რაც არის, არ ვიცი ხა. არ მინდა რომ შეურაცხყოფელად გამომივიდეს რამე. თვითონ თუ არ ყოფნით ის, მე შევახსენე რომ ესე არ უნდა იყოს. და ბრძოლა გააფთრებული იმაზე რომ პირველ ახს დარჩენილიყვნენ, იმათი არ მომეწონა რა. და თუ ბრძოლა არის, მე ბრძოლა გამოუცხადე რომ არ დარჩენილიყვნენ. ყველაფერი გავაკეთე მე პირადად რაც შემეძლო მაგისთვის. იმიტომ რომ ადამიანი როცა ერთ ბატონს ემსახურები და არ თქვა რომ იმდენად წესიერი მე ხო უყურებდი მათ გადაცემებს. ბატონი დავით პაიჭაძის გადაცემას ხო უყურებდი ნინოს როგორ ბურჯანაძეს როგორ ჩაო ის რო იყო რაღაცა ის დაემშვიდობა რა კარგად გემრიელად როგორ შეეძლო თავის მხრიდან გამოხატა დამოკიდებულება ქალბატონი კვესიტაძეც რომ მithom ის რო თავის დამოკიდებულებებს ხატავდა და ეხლა არც ეგეთი დაუნები ვართ რომ რაღაცა შევხედოთ და ვერ ვიგრძნოთ ვინ ვის მხარეს არის ან ვინ ვის პოლიტიკას ატარებს და მე მაგი უთხარი რომ ჩემი თქვენ ემსახურებდეთ სხვა მეფეს და დამთავრდა იმის მეფობა, ხო? არ გეყოთ ის 10 წელიწადი თქვენ გისმენდით. ეხლა სხვა მევიდეს იმ ადგილას. ხო, მეფეს კი არ მოემსახუროს, ხალხს მოემსახუროს. არ მოემსახურება მეფეს ახალი? და რომ მოემსახურებინა ზუსტად იგივენაირად შემიძლია იმაზე ვთქვა, რომ ესეც მეფეს ემსახურება თქო. აი ვინ არ ემსახურება, ვის გამოვარჩევდი რომ ჟურნალისტს? ობიექტური ვინ არის? ვერავის. ვერავის, მართლა ვერავის. აი ქართლის დედას შეიძლება დააჭერინებდი ხელში. ქართლის დედას რა ვიცი, რაც უჭირავს ნამდვილად ის მომწონს. იმიტომ რომ ეხლა ჩემ მეგობრული ის არის რომ ბევრი რამეა რა ქართლის დედა რა თბილისისთვის რა ბევრს ნიშნავს. რა არის შენთვის რას ნიშნავს? რა სიმბოლიკა რა. ისეთი სიმბოლიკაა რომ აი ბავშვობიდან რომ თვალი გავახილე და შევხედე სიმბოლიკა იყო და როგორც თაწმინდა არის ეგრე შეიძლება თაწმინდის ანტენაზე ჩეკები ჩამოვაცვათ რაღაცა ხო? იმაში სუპერმარკეტში ნახეთი ჩეკები. ის რო იყო, გახსოვს ძველი? ის რო იდგა რაღაც ლურსმანივით რაღაცა და იმის ჩეკებს რო აცვავდნენ. ესე ჩამოვაცვათ და ისიც შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ ჩემი აზრით სიმბოლიკაა და რაც აქ ქართლის დედას ის უფრო უხდება ვიდრე
თქვათ ეს გაშარჟები. მე ჩემი აზრი ესია რა. დიდი მადლობა რომ მოხვედი. მადლობა შენ რომ წარმატებული. მოგარდო